მოგესალმებით ძმებო და დებო, როგორც იქნა? 6 თვეა გასული რაცა მდივანში, დივანზე, დივნი 6 თვეა იმის მერე გასული რაც ამ სავარძლიდან ვიდეო არ ჩამიწერია და მოხდა კარგიც, მოხდა ცუდიც, მოხდა დედის. რახან ასეთი დიდი მოთხოვნა გვაქვს, დავაბრუნეთ ნანატრი უყლევესი კონტენტი, TikTok რეაქცია. TikTok რეაქტებს არ ვიღებ. მე просто ბაზრებს ვიღებ და ზოგჯერ TikTok-ებსაც ვუყურებ. 4-5 TikTok-ს ვუყურებ და დაში ხალხზე მკიდია ვბაზრობ რა. სხვათაშორის ვამუყავებ, რომ ბევრს გონია TikTok რეაქციის ჩაწერა ძალიან მარტივია. 3-4 საათი დავდიოდი, ნერვიულობ დგეგონება და ნუ ედიტი ჩვენს ქვეშ არა და პირდაპირ ეთერში გავდივარ. მე ყლეობებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გამო ვაკეთებ. ექსკლუზიურად ჩემს. მაგას თუ გინდა ის დაარქვით, რომ იდეები არ მაქვს, თუ გინდათ ის დაარქვით, რომ პროსტა განდონი ვარ და ნახვევი მჭირდება. თქვენ მგონი ხუმრობა გგონიათ, რამდენი ხანია ვითხოვრო, ფანჯარა გამომიჭერით, ან კონდენსიონერი მოდით დაამონტაჟეთ, ან ჯერ ერთი ზაფხულია, მერე მეორე დილა, მერე მესამე გადათენებული მაქვს და წინა წელს გახსოვთ, აქ არ ვიცი რამდენად ჩანს. ტრაინიკი ამეთქი დედამ დაერთებული ტრაინიკი გთხოვეთ და კაროჩე ისიც გულთან ახ, კაროჩე რა, რომ ხედავ იხუთქები ეს დედა მოტყ. ვიდეოებში ხო დავწყნა ტვინი რომ აი დამიყენეთ მომიტანეთ, გამიკეთეთ, აი ვინ ჩემი ხარ? აუ ზოგი რა ბოროტი ხართ, აი იუთუბერები რა ვართ, პოზი ჩვენ გვიყვარს ერთმანეთის დაჭრა, აი. ვა, როგორ ხარ ძმაო? გამიხარ და შენი ნახვა ძმაო. ვაუ, ხოაზე ხარ, აუ ძალიან მაგარი ხარ, ძალიან მაგარ კონტენტია, როგორც გიგავსტები შენი დედა მოუწყ. ერთ-ერთმა იუთუბერმა, რომლის სახელი და გვარის და ნომრის და სახელი რა თქმა უნდა არ მინდა, ერთ-ერთ ადამიანთან, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, რანაირად და როგორ მომივიდა ასეთი ამბავი, რომ ჩემზე ილაპარაკ ასეთი, ego ყობერიო, კაროჩეო, ზისო და ვიღაცებსო აჯოვავსო, კაროჩეო და ნახვებსო იწერსო და ego კაი ტიპი რო გონიათო. აი, კაროჩე, აი შეყელე, არა ადამიანო, არ ვიცი, პროსტა გინება არ მინდა და ვცდილობ რაც შეიძლება რაღაცნაირად ისე დავხვეწო ეს დედამო TikTok რეაქციები, რომ ნაკლები გინება მქონდეს და ნაკლებად მქონდეს ცენზურა დარღვეული. რა არ ვიცი, შენი მასეთი მარტივი თუა და ნახვები თუ იწერება რა და სხვა არ იღებს TikTok რეაქციას. მიხვდი, იმიტომ რომ სხვებს ყლეობა გამოდის. ძმაო, ძალიან ძმაო, გოუთი ხარ, შენი საქმის გოუ, ვაუ, ძმაო, გენაცვალე, ძმაო, მიყვარ ხარ. მოდი, მოიღე, მოგიწოვო. როგორც კი გადიან ერთმანეთის ზურგს უკან ეგრევე შენი ბედაში, შენი ამ ვიდეოს როდესაც ვიღებ, არის 19 ივლისი. დღეს არის მსოფლიოს ფინალი. 10 ივლისს მქონდა დაბადების დღე. დღეს არის 19 ივლისი, 9 დღის უკან შემისრულდა 24 წელი. მაინც არ ვიცი, საერთოდ არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუ მომილოცავთ დაბადების დღეს, ანუ მაგის თქმა მინდა, რომ გამიხარდება ძალიან და თან კომენტარებსაც აუბუსტავთ. კომენტარებსაც თუ აუბუსტავთ, ნიშნავს იმას, რომ ვიდეო გავარდება და მე ვიქნები ბედნიერი. დღეს 19 ივლისს მსოფლიოს ფინალია. რატომ დედამოტყმა პანოში არ ჩაახჩო იამალი? დღეს ყველა ვარიანტში არგენტინა მოტყნავს. თამაშის დაწყებიდან 1 საათში ჩემს ნეას, ჩემს ცხოვრებას აქვს დაბადების დღე და ბარემ ნეასაც მიულოცოთ დაბადების დღე და უსურვოთ ჩემს სიყვარულს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, კეთილდღეობა, კარგად ყოფნა და 100 წელი ყველაფერი კაი ჩემთან ერთად. იგეთ შენი ორმაგი კომენტარების ბუსტი. როიცოდეთ რამდენ რაღაცაზე გვაქვს მე და თქვენ ყველას ერთად სალაპარაკო, სანამ ამ დროის მანძილზე არ ვიყავი. მოდი ნელ-ნელა ვიდეოებს ვუყუროთ და ნელ-ნელა წავალ უკვე ჩემი სათქმელისკენ. რის თქმასაც ვცდილობდი 1 წლის წინ, მაგრამ როგორც ჩანს ყველაზე ეკიდა. როგორ ბრასდებიან ატარა ჯიშის ძაღლები. როგორ ბრასდებიან ბომბორა ჯიშის ძაღლები. კაროჩე, რა მინდა ვთქვა, იცით? მე ყველა ჩემს სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი. ზუსტად ვიცი, რომ მასეა და მაგიტომ ვლაპარაკობ. მე ვიცი დაზუსტებით, რომ ჩვენ ქართველები ყველა ვართ TikTok-ერები. იღებ TikTok-ს. TikTok-ამდე იღებ ტელეფონს. არა აქვს მნიშვნელობა. ტელეფონი, დედა აქ მოტყ. აიღე, არ ვიცი, რავი, რაღაცა, აი ჩუსტი. და თქვი. ჩუსტი. გადააკეთე. პოსტი შვილი ვიყო გავარდება, მისი დედა მომთხსო. TikTok-ერი ხარ რა. იღებ საკიდს. საკიდი.
ცნობილი ხარ. მე არ ვიცი რა გვეშველება ბრატ. მე მაქვს სენი რა, TikTok-ს სკროლავ ძალიან ხშირად და ბიჭო, ყველას გიცნობთ რა. ყველა ვიცი ვინ ხართ, ყველას გიცნობთ ვაფშე. ვაფშე ჩვენ ერთი ვართ ჩვენ რა. ერთი ქართველების გარდა კიდე ერთი ვართ ცალკე რა. ვაფშე შინაურები ვართ ბრატ. ადრე ხო მაინც სადღაც არ იჭერდა ეს ბოზის გაზრდილი ინტერნეტი, ეხა ყველგანაა. სანამ არ გადავალ უკვე არგენტინელებზე, ესპანელებზე, მანამდე არ ვისვენებ. ავათ ვარ რა. და ვაფშე რაღაცა ავათ ვართ. ყველა ავათ ვართ რა. მიყვარხარ ჩემო ერთადერთო მარწყვიტო. ეს ვისი SMS-ი მოუვიდა ჩემს ბანანიტოს. ვინ არის ეს ეგზოტიკური ბოზი? ეგზოტიკური ბოზი. როგორ შეძელი ჩემი კაცო ასეთ ცივ და ეკლიან ხილზე? ბანანიტო ყველაფერს დავივიწყებ და თავიდან დავიწყოთ. შეხედე შენს თავს მარწყვიტო უკვე გადამწყვდი და დაჭკნი. ყველაფერი დავკარგე. არავის ჭირდები დამჭკნარი და უფერული. ნამდვილი სიტკბო. შიგნით არის მარწყვიტო. ბადრიჯნიტო. ის გაზრდილი ვიყო. ბადრიჯნიტო, აი დავდები რა, ნუ მთაგავთ. მადლობა რომ გამოჩნდი. იშვილი ვიყო. კაი, ამის დედაც არაფერს არ ვიტყვი. შემდეგი ბარემ და მე ერთიანად ბანანყლიტო ფანჩარიტო. გაგისივე ბიჩ ასფეის. რინგზე და გოგოებთან ერთნაირი ფუსი ხარ. ამ ვაშლიტო მაგრამ იმაძღვნა. მთელი ბრძოლა რაღაცას მეუბნებოდა ინგლისურად და მე ერთი სიტყვაც ვერ ვიგე, მალე უნდა ვისწავლო ინგლისური. ბანანყლიტო შემეცოდა, ესი არ უნდა გეცემა. კიდე კარგად გადამირჩა, ეგ ბალამუტი განდილა, დავლევ ცოტასაც და ჩემთან ავდივართ ყველა. ენების სწავლის აპი გაიჩითა ბოძიშვილი ვიყო, ზუსტად ის. ბოძიშვილი ვიყო მარსა. რაც მჭირდება. თან აიატაოს ჩაწერდა წლიურ პაკეტზე ფასდაკლებებია, უნდა ვცადო იბიომაც. ვაშლიტოს ჩატყნის დღეა. Let's fuck him up, bro. ამ აბუჩა დაგდებას არ ვაპატიებ. მინიმუმ 4 თვეა TikTok რეაქცია არ ჩამიწერა. აქედან ხო, მაგრამ ისე რამდენი ხანი არ ჩამიწერა TikTok რეაქცია და ხდება ასეთივე, ალბათ არ ვიცი ახლა ვეძებდი ამ ვიდეოს ჩაწერამდე ვეძებდი მაგ ვიდეოს, მაგრამ ვერ მივაგენი, მაგრამ მოკლედ ვიდეო ამ ყლიშვილობების დგას ეს რაღაცა ბადრიჯანი კლემო და კლდეზე დგას მოკლედ და ამ კლდიდან ვარდება მისი ბრატი ვაშლი და ნაშა ხილი, რომელიღაცა ხილი ნაშა. აქედან ბრატი ეხვეწება რომ კაროჩეო მეო შენო რამდენი წელიაო გიცნობო ბრატო და ერთ სიტყვას მაინც თუ ამატებდე. აქედან ეს ხილი ეუბნება, ეს ხილი ნაშა ეუბნება რომ კაროჩეო ჩამომიყვანეო და მოკლედ ამ დედამ მაი ტოქში ამის დედა შევიცი მე. კაროჩე ძმაკაცი გადავარდა კლდიდან და ეს ნაბიჭვარი ამოიყვანა რა, ეს ნაშა იტოქში ამოიყვანა რა. ეს ხილი ეუბნება, კაროჩე რო ისაო რა ქვიაო რა, ანუ სწორი არჩევანი გააკეთეო და მიყვარხარო და კაროჩე ახლა იმას ვიზამო. ვიციო რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ხილ მუტელაო რა. რისი თქმა მინდა თქვენთვის საბოლოო ჯამში რა. მე ხო ხშირად ვიგინები და მე ხო ცენზურას ვარღვევ და ბავშვებს ხომ უკრძალავთ ძმა რა, ანუ ბავშვებს ხო უკრძალავთ ჩემს ყურებას ხო? არც განგშით ვიგინები იქ ხშირად. მაგი მაინც მაგ რო აღიარებ რომ არა ბავშვებისთვის გათვლილი ჩემი კონტენტი და ბევრი შემოდიხართ, ბევრი მაგინებ ცხათა შორის მაგის გამო, მაგრამ აი მითხარით ბრატი, აი ხილ მუტელა ბრატ. აი, მე ვიგინები ბავშვა არ უნდა შემომხედოს, მაგრამ ანუ მულტფილმია და ხილ მუტელა ბრატ. ხილი და მუტელი ბიჭო. ვერც მე ვიფიქრებდი ბრატ, ანუ რამდენადაც არ უნდა ვფიქრობდე რომ დედის მწუნელი და დედამოწუნელი ვიდეო არ უნდა გამომივიდეს ბრატ. მე ვიდეოსთვის ასეთი სიტყვათა წყობა, სიტყვათა კომბინაციას ვერც მე ვიფიქრებდი ბრატ.
მიყავს ბავშვი ბაღში. სადღაც ბავშვმა დაინახა და არ ვიცი, აი თუთის ხე, ან შეიძლება აჭარელია, ან აჭარაში ცხოვრობს ეგ ბავშვი და დაინახა აი რაღაცა მანდარინის ხე, ან ფორთოხლის ხე და გეუბნება მამა ხილმუტელა, ანუ всё, დამთავრებულია, იმ ბაღანას უკვე ის ხილი მუტელი გონია. სხვა სიტუაცია წარო. აი რაღაცა მეგობრები მოდიან შენთან ან შეხვედრა და ან რაღაცა დიდი იმით რა ქვია, ვაზით, მოგაქ ხილი და შვილი გეუბნება რომ მამა ხილმუტელა გამითალე. всё, მე მეუბნებით ნუ იგინებიო ძმა. არ ჩართო და всё, აღარ შეგხვდები. დედა ეთყნება ძმაო, ყველაფერს დედა ეთყნება და კაროჩე ნუ გამომაყევეთ ბოზიშვილი. აღარ გივიგო, რომელიმე ბავშვს აუკრძალეთ ჩემი ვიდეოების ყურება. ჯერ ერთი ვიჩაგრები მაგის დედა შევეცი. ანუ მართა ხო, ანუ წნეხი, გეებისგან წნეხი, LGBT წნეხი, ოპოზიცია წნეხი, ბანანკლიტო წნეხი, აღარ შემიძლია ძმა და ხა მოუნდა რემონტი რა ბოზიშვილი. გააჩერე ჯო! არა, წესად ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი რაღაცა მოხდა მაგალითად, ჩემ წესად ძალიან ბევრი კაი რაღაცა მოხდა მაგალითად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რა დასამახსოვრებელი და აი ემოციებით რო გადატენილი ვარ და აი ისე რო ვარ რომ არ მჯერა რომ იქ საერთოდ ვიყავი არის მაგალითად კანიე ვესტის კონცერტი. აი არ ვიცი მაგის იქეთ მართლა საქართველოში მეტი ვინ უნდა ჩამოვიდეს. Короче, ხდება ასეთი რაღაცა. ხო რაღაცა can we don't like CLA I really want you I'm freaking with you Oh now American boy ანუ ის თქვა მინდა იცი რომ რაღაცა you want you CLA იმიტომ რომ ხმა ხო ძალიან დიდი ხმა მაღალი იყო და მაინც რა ვინ რა ჩემს მიხვდება ეხა შენ იქ რაღაცა სწორსი ძახი თუ CLA-ის ვაზე ხარ და აი ყველას ვაგონებდი რომ ანუ ჩემი დედას შევეცი აქ ან ყლე არავინ არაა და ვიცი სტადიონის 1.70% ასე ვიყავით მინიმუმ ალბათ ნუ იმ პროცენტაში რაც დავთვალეთ მე ნეას გადაღებული ტელეფონიდან Biacha, oh, imena. You can't tell me nothing. Money, you right. You know, fine way and wake up is necklace. კანიე ვესტის კონცერტიდან მოვდივართ, კაროჩე უკან ბრუნდებით და რაღაც ზონა ხო არის გადაკეტილი და კაროჩე ვცდილობთ რომ სადღაც ფეხით წავიდეთ და ტაქსი გამოვიძახოთ და ამ გზაში ძალიან ბევრი გვაჩერებს ფოტოებს იღებენ ვიდეოებს ვიღებთ ლაპარაკობთ ვიღაცებთან იქეთ-აქეთ და ერთ-ერთ მომენტში მესმის ასეთი ხმა რა რომ მეგობრები სამეგობრო წნე მოდიოდნენ ერთად და აი პჭობდნენ რა რომ აი მივიდეთ ძმა ფოტო გადავიღოთ ხო ასე ხარ ზიპერა რაღაცა იქეთ-აქეთ და იქიდან წამო რატო რა ზიპერატო ეხა მასწავლებელს არ გადაუღია ჩემთვის ფოტოა ზიპერას და ფოტო გავიღო რა წამოდიტო მოუბრუნდი რა მაგრამ ბოზიშვილი ვერ მივხვდი ვინ იყო რომელი იყო ვერ დავაფიქსირე მაგრამ ისე დედა მოტყნულად თქვა და ისე დამამცი აქედან მინდა გითხრა რომ შენი მასწავლებლის დედას შევეცი და შენი ბავშვობის დედა მოვდ რა იყო ეს დედა მოტყნული ანუ რამ გაგამწარა ჯერ ერთი როდის ვამბობდი AI-ის დედა მოვყან და მე AI-ის გაკეთებული სიმღერების დედა ამიხსენით რა ის ბუმ გული ხეთქავს თქვენ შიქ ხო არ გაქვთ გული ბუმ ხეთქავს ყველა დარც და სევდას ხეთქავს ჩემს გულს და სულს შენ გაბარე ხელის გულზე სულ მატარე სადაც ვართ უკვე მისულები უკვე ძალიან გვიანია მე ვცადე ყველანაირად ვცადე რომ რაღაცნაირად თავი გადაგვერჩინა მაგრამ ვერა შენთან ძილი მინდა შენგან შვილი მინდა შენი სიცოცხლისთვის თუმცი თვილი მინდა შენი შუქი მინდა შენი ჩრდილი მინდა შენი წყაროს წყალი შენი ხილი მინდა ჩემი არ მეყოფა ამას კიდე დედამოწყული გაგრძელება აქვს პახმელიაზე ვარ ნაბეღლავი მინდა ცივილუდი მინდა შენთან ძილი მინდა შენგან შვილი მინდა შენი სიცოცხლისთვის თუმცი თვილი მინდა შენი შუქი მინდა შენი ჩრდილი მინდა აი უნამუსო ვიყო არაკაცი ვიყო ღამის 2 იქნებოდა საათი რა ზაფხულში ახალ ამბავს გეუნებით და კაროჩე ჩამოვიარე და ჩემი დედა მოტყან კლუბში არის ეს ტრეკები ჩართული შენგან ძილი მინდა კლუბია ბიჭო კლუბი ანუ ჩვეულებრივი გულაობა მიდის რა ანუ წავიდა ჩემი დედა შუქი და რამე რა ვაზე ხარ ეს დედა მულია ჩართული
გავწვდი მეთქი მეთქი არა ბოზიში არა რაღაცა მეთქი ყლეობა ხდება რაღაც მომესმა უეჭველი მეთქი შანსი არა ნაბეღლავი მინდა მეტყნაური მინდა რაღაცები ჩართულია წარმოიდგინეთ ეს ვეში არის ჩართული და მიდის გულაობა AI სიმღერების კლუბი გვაქვს უკვე ბათუმში გული ბუმ 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 ხეთქავს 103,300 ვიდეოა გადაღებული აი კაი რა ამის დედა შევიცი რა აი ბიჭო არ ვიცი აი ვინმე დედამიწაზე არსებობს ადამიანი ვისაც ჯერა რომ ილია თოფურია მართლა წააგო ჯასტინ გეიჯისთან ვინმეს გჯერათ საერთოდ ამ თეორიის შენს დედას შევეცი შენი დოპინგ ყლაპია დედა მოყან რა დარტყმა ღვიძლში ადგილი რომელიც არის ყველაზე ძნელად და ნახეთ პროსტა ნახეთ გთხოვთ აი თითქმის დავარდა ჯასტინ გეიჯი შენ თუ ეს ვიდეო for you-ზე შეხვდა შენი დედას შევეცით იმიტომ რომ შენ ხარ დოპინგ ყლაპია სადაც ხილმუტელაზეც ვილაპარაკეთ იქაც ბარემ ვიტყვი რა რომ დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე არის ბრძოლა თეთრ სახლში main events თქვენი აზრით ამერიკელს ვინმე წააგებინებდა ეგ არის ილია თოფურიას ჭუბამდე ჯასტინ გეიჯის მე გეტყვით რა მოხდა აი ხო არ ვიყავი ბოზიშვილი ხო ყველაფერი ვიცი ზეპირად შეიყვანეს ოთახში ჯასტინ გეიჯი აყლაპიეს აი რა ვიცი 2 ლიტრა ნაბეღლავის ბოთლით დოპინგი დაალევინეს რა ვიცი ზელიონკა ზევიდან ჩაასხეს ესე პირი გააღებინეს ჩაასხეს სალიარკა და დილით როცა იოდი ორთქლდება ზღვიდან, ზღვაზე ასეირნეს ამის დედაშ ჩვენმა კვარინიომ ჩაატარა არსენალის ზიალა და რეგით ZZ back to back ორი ჩემპიონთა ლიგის თასი დადროპა ჯიგარმა მაგთამაშის რესტორანში უყურე ურტონაში და ჩემი ედიტორი რომელიც ამ ვიდეოს ამონტაჟებს არის არსენალის ფანი და იმენა მთელ ურტონაში სადაც 2000 კაცი ვიჯექით იმენა ეს ლაშა იჯდა იმენა ლაშა იჯდა ჩემს გვერდით არსენალის ფანი მეთქი ვინმე მარ დამინახოს ჩემი ანუ სუფრაზე მიზის ტიპი საქართველოში სადაც ანუ კვარა არის დაბადებული სუფრაზე გვერდით ტიპი მიჯდა არსენალის ფორმით კი ნახამ ანუ ამაში ხედეთ ხალხო მთარა მაგარია პატარა ოთახი ძველებური ხალიჩა სუფთა ჰაერი კაი დაღლილები მოელით ახლა და დევძინოთ აი რა კაი ამთა დილას აუტკების ძროხეს გაუდენით მაგასაც გაჩვენებთ კარგად აბა და ეს ვიდეო 1000 ლაიქს უყანოთ უეჭველის იმი ამაში ხედეთ ხალხო ხორჯუმის ჩანჩქერი რა მაგარია არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, როგორც პროექტი არის დედის მწონელი პროექტი, ძალიან დედის აღუცაც იხდიან, მე მგონი პირველ ადგილზე 100,000 თუ 120,000. ვიზით ბათუმი ემსახურება იმას, რომ ბათუმში ტურიზმი გავრცელდეს. მე ჩემთვის კაია და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რანაირი რაღაცაა იცი? აი, ყველაფერზე აი ქუჩაში ყველაფერზე ვაფშე ქუჩაში მიდიხარ და გამომყევი აჭარაში რა კაი აჭარულია და რამდენი ხაჭაპური ჩეივლის ვინც ხარ. დევიღალეთ ბოზიში. ეს არ გეგონოთ იაპონია, ეს ჯოჭოის ხიდებია, ეს არც სატურნია, არც მარსი და არც სიმბოლე იუპიტერი. ეს მახუნცეთის ჩანჩქერია. როგორ შეიძლება ბოზიშვილი ვიყო ერთმა ინფლუენსერმა დადოს ჯო მაგარი აჭარული ყველაზე მაგარი აჭარული კეთდება აქ გამომყევ აჭარაში ჯო მერე ერთი 5 დღეში ახალი ვიდეო აქვს დასადები ყველაზე ხარ იდეები აღარ აქვს და ანუ მეორე რესტორანში მიდის და ყველაზე მაგარი აჭარული ახლა აქ კეთდება ჯო ეს არ არის იაპონური კატლეტები, ეს ერგეის აჭარულია. მე პირიქით მისწორდება, ჩემი მიზეზებიც მაქვს, ჯერეთი აჭარელი ვარ მეთქი და მიხარია აჭარაზე ვარი აქცენტი რა. ეს თბილისის ჩუსტი და ყაზახების გაკეთებული დათბილული ჩუსტი არ გეგონონ. ეს 23 სკოლასთან ნაყიდი ჩუსტია, ჯო! რაც უნდა მაგას ბრატ იარე 5 საათის გზაზე და 7 საათის გზაზე პირდაპირ იქვე რასაც ხედავ ეს აჭარის ფოთოლია ჯო და ეგრევე ოპა ჰოპ ხოაზე ხართ
რაღაცნაირად გამომყევი აჭარაში შავი პიარი ატყდა რა და ყველაზე საჭირო რა იცით რა იყო რომ ეგ როგორც კი ანუ შავი პიარი დაიწყო ოპოზიციურმა NGO-შნიკმა ინფლუენსერებმა რომ დაუწყეს ამას გაშავება და ისა დაჯმები და რაღაცეები მოკლედ ეს იყო ხელოვნურად თან ანუ ზუსტად ერთნაირი ტექსტებით იმაშვებიან რა ქვია იჯმეინებიან და ვითომ მე ძალიან მიყვარს ჩემი აჭარა მე ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო მაგრამ ანუ მაინც იმაშვებიან რა ქვია რა ანუ რაკიდან ახლა დავალება აქვს ეგეთი ყველაზე ხარ და წინა წელს აი კონკრეტულად რამოდენიმე ინფლუენსერი ამ თემაზე ხმას არიღებდა იმიტომ რომ მათი სამეგობრო იყო ამ პროექტში ჩართული მოკლედ აი ესე რა 10-11 ინფლუენსერი ანუ ესეთი ხადავოი 1-4-5 ინფლუენსერი მახსენდება ძირითადად გოგოები რომლებიც ესე ბუმ ერთი პირველს გაცხებს, მერე ვითო ესენია ერთმანეთს აყვებიან, მაგრამ ამათაც მითითებები აქვთ რაღაცა ყლეობების და დანარჩენი მერე ბრბოსავით ყვება. არა და მართლა დედიკული პროექტია, პროსტა მონაწილეებმა უფრო მეტი კრეატიულობა უნდა ჩართონ რა. ეს აჭარის ნავია, ჭო! თავისუფლების საუნდტრეკი ჰქონდეს, რომელიც სიმღერა იქნებოდა. თავისუფლების საუნდტრეკი ჰქონდეს, რომელიც ალბათ Aurora's Running with the Wolves არის ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკი და ძალიან ქართულს მახსენებს, იმიტომ რომ ძალიან ფის კაცი ვარ რაჭველი და აი ძალიან ჩემი სიმღერა არის მაგ-პონჩ და როგორც კი უსმენ ხოლმე აი სულ ან კაც ძალიან თავისუფალი ტრეკია ჩემთვის და აი ალბათ იქნებოდა. მადლობა თქვენ. რა ის Running with the Wolves? შენ რას მიკეთებ ძმა? შენ უნდა იდგე ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგე და უნდა მიცავდე ძმა და ისეთი იერი გაქვს ძმა და ისეთი აღნაგობა გაქვს და ხელს გიწყობს ეს აღნაგობა რომ რა ის Running with the Wolves ძმა? შენ წემსი ხარ გარემ ხარისა დღე და ღამარტო მავალი ღამით მთვარე ყავს მეგობრად ჩემსავითო ბლად მავალი შენ უნდა იყოს ძმა 300 სპარტანელიდან 250 სპარტანელი შენ ხარ ჩემი დედამ გადააგდე მაი ფერის ჯოხიჭო ეს ფესტივალი რო ჩატარდა ამ ლოკაციამდე ხო რაღაცით მიდიხარ კაი შენ მესმის რომ ძალიან წარმატებული კაცი ხარ და სავარაუდოდ შენი მანქანა ყავს მაგრამ ვიღაცები მიდიან ტაქსით ანუ ინტერვიუები რაღაცები ნახე ეხა პროსტა ვერ მივაგენი კაროჩე ინტერვიუები არის ჩაწერილი რომ ანუ შენი ინსპირაცია რა იყო ესეთი აუთფიტი რო ჩაიცვიო აი ჩემი ინსპირაცია მაგალითად ვიზახე ჩემი ინსპირაცია იყო საკურას ერთ-ერთ სერიალში გამოუჩნდა ბიკინი და მე ვარ ბიკინიანი საკურა ამ დროს ალეკო 52 წლის ჩემი დედა ერთეცვა რაღაცნაირად ნარინჯისფერი და კაროჩე ჩემი ისაო ინსპირაციო არის სტაფილო all day რაღაცა და ბოზიშვილი ყო ტიპსეცვა სტაფილოს ფორმა შეყლეო რა ის სტაფილო მოგცა შენ შიქ ხوار გაქვს მაგალითად მე ტაქსისტი ვარ და გამომიძახეს სადღაც ბელიაშულზე და მანქანაში უკან ვიყურები ჩაჯდა მგზავრი უკან გავხედე და სტაფილო დაჯდა გამოვყალევდები ამ ტაქსისტებს ჩემი დედა უკან ფსიქიკა რატო არ გერყევათ ან რამე ტარიფი გაქვთ მეტი და ღამე ტაქსაობთ რა გინდა ზმა ამასთან სამრიცხაოზე ვიყავით სამრიცხაოდან გამოვდივარ და ნეა მეუნება ასეთ რაღაცას რომ გიო კაროჩეო ესთან ჰაერში უყურებს აი ყველაფერში რომანტიკას ხედავს ნე აი ვაფშე ყველაფერში და თვარებს უყურებს და გიო იცი ამას წინა თორა კაი რაღაცა ვნახეო მეთქი რა მოკლედო წავიკითხეო რომ რამდენი წარმოსახვაც არსებობსო ზოგადადო ანუ იმდენიო სამყარო არსებობსო ხო და ბრატ მომისმინე დაწყნარდი გეუბნები შენ არაფერში შუაში არ ხარ შენ პროსტა აბლავაში მოყევი შენ ზამთრის სიტუაციაში მოყევი იმენა აქ ამ სიტუაცია ამ სამყაროში მოყევი ძალიან შუაში ბრატ შეიძლება სხვა რეალობაში მე ვარ ჯენ ფესტზე ხილმუტელას ტანსაცმლით ასული და შენ ხარ იუთუბერი და შენ აკეთებ რეაქციას. მოკლედ მე არ დამიჯვია ამ კაცისთვის რა ვიცმაო და არ გეწყინოს. თუ გეწყინა ჩემ ყელეს მართლა გულით გეუბნები რომ ანუ საწყენად არ მithქოს. პროსტა იუმორი ხუმრობა რა ხო ხდები. გებზე კიდე რაღაც დეტალები მქონდა. აჰა, მაგალითად ჩემი დედამ აჰა გამოგიძახა ტაქსი ხარ პირობითად არ ვიცი ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ სასურველი ამ სიტუაციისთვის პროსტა რომ დედის სასაცილო გახდეს არ ხარ ქართველი გდანში გაქვთ გამოძახება და გდანიდან ჩაგიჯდა ორი კოვბოი ხო დავყლევდი ძალიან მიყვარხართ გაკოცეთ ყვარობთ არხი გამოიწერეთ რაც მთავარია ბარბერშოპში ვისაც დიდი თმები გაქვთ ან თუნდაც პატარა ზოგადად თუ თმები გაქვთ
რა თქმა უნდა თავზე შეგიძლიათ მოხვიდეთ ილია ჭავჭავაძის 40 ნომერში ბათუმში ან მობრძანდეთ თბილისში მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში. მიყვარხართ, არხი გამოიწერეთ, თქვენი მონა მორჩილი, ზიპერა და მომავალ შეხვედრამდე შეიძლება მეორე ვიდეოც TikTok React-ი დავდო. წამომყევთ შემდეგ ვიდეოზე, ჯო.